დააკვირდით ამ ზერას. ეს არ არის უბრალო თქვა. ეს გაყინული ყვირილია. 1000 წლეულების წინ გამოკვეთილი ურჩხულების ფიგურები, გარგულიები, გრიფონები, ქიმერები, ჰიბრიდები. ისინი არც ერთ ბიოლოგიის სახელმძღვანელოში არ არის აღწერილი, მაგრამ მათი სხეულები იმდენად ანატომიური სიზუსტითაა დამუშავებული, რომ თითქოს მართლა არსებობდნენ და ერთ დღესაც უბრალოდ გაქვავდნენ. გამობერილი ვენა ყელზე. ის მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა არსება ღრიალებს. შუა საუკუნეებში, როცა გვამების გაკვეთა სიკვდილით ისჯებოდა და ანატომიის წიგნები არ არსებობდა, ჩნდება კითხვა, როგორ შეძლეს ქვისმთლელებმა ასეთი ბიოლოგიური სიზუსტის მიღწევა. პრაღა ალქიმიკოსების ქალაქი იყო და ვინ იცის, შესაძლოა აქაური გრიფონები ოკულტურ სიმბოლოებსაც მალავდნენ. თუ საიდუმლოს კვალს გაყვებით მიაგნებთ ისტორიას, რომელიც აკრძალულ ცოდნას, საიდუმლო გილდიებსა და პარლერების საგვარეულოს აჩრდილებს აერთიანებს. და რაც უფრო ღრმად ჩახვალთ ამ ქვის ლაბირინთში, მით უფრო გაგიმძაფრდებათ ცნობის მოყვარეობა. ეს ქანდაკებები მხოლოდ დეკორაცია იყო თუ რაღაც უფრო მეტი? რა მიზანს ემსახურებოდნენ ისინი? პრაღის არქივებში დაცულია ჩანაწერები, რომლის თანახმად კარლ მეოთხეს წამდა ქვის მცველების მაგიის. ითვლებოდა, რომ რაც უფრო რეალისტურია ქანდაკება, მით უფრო მეტი ძალა აქვს მას. თუ ურჩხული ანატომიურად სწორად იქნებოდა გამოქანდაკებული, მას სული ჩაუდგებოდა და შეეძლო ბოროტი ძალებისგან ტაძრის დაცვა. საინტერესო ფაქტია ის, რომ ბევრი გარგულია პრაღაში რეალური ადამიანების კარიკატურაა. ოსტატები მათ აძლევდნენ იმ ადამიანების ნაკვთებს, ვინც სძულდათ, მაგალითად ხარბი ვაჭრების ან კორუმპირებული ჩინოვნიკების. სწორედ ამიტომაა ურჩხულების სხეულები ასეთი ადამიანურად რეალისტური და საზარელი. ლეგენდის თანახმად ითვლება, რომ ზოგიერთი ფიგურა იმდენად რეალური იყო, რომ ღამით ისინი ცოცხლდებოდნენ ტაძრის დასაცავად. ვენაში წმინდა სტეფანეს ტაძარზე გვხვდება არსებები, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავენ ადამიანურ მანკიერებებს. მათი კუნთების დაძაბულობა გამოხატავს შინაგანი ბრძოლის ტანჯვას. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს ქანდაკებები არის გაქვავებული დემონები, რომლებიც ტაძარში შესვლას ლამობდნენ და წმინდა ადგილის ძალამ ადგილზევე გააშეშა. რა კავშირი ჰქონდა ამ ყველაფერთან მასონებს, ტამპლიერებს? და ვინ იყო გოთიკის აინშტაინი? გოთიკურ ფასადებზე გამოქანდაკებული ურჩხულების რეალისტურად ბიოლოგიური სხეულები. ეს არის კოდი, რომელსაც საიდუმლო გილდიები საუკუნეების განმავლობაში დუმილის აღთქმით იცავდნენ. პრაღის წმინდა ვიტუსის ტაძარი, პარიზის ნოტრ-დამი, ვენის წმინდა სტეფანეს ტაძარი. ყველგან მსგავს მზერას შეხვდებით, შემზარავს გაქვავებულს, მაგრამ ამავდროულად საეჭვოდ ცოცხალს. საიდან ფლობდნენ შუა საუკუნეების ქვის ოსტატები ანატომიის ისეთ ცოდნას, რომელიც იმ ეპოქაში ოფიციალურად არც კი არსებობდა. ჩვენი გამოძიება შუა საუკუნეების ყველაზე გავლენიან და გასაიდუმლოებულ საძმოსთან, თავისუფალ ქვისმთლელებთან, იგივე თავისუფალ მასონებთან მიგვიყვანს. ესენი იყვნენ ოსტატები, რომლებიც მთელ ევროპაში მოგზაურობდნენ და თავიანთ ლოჟებში რელიგიური ფანატიზმისგან მალულად აკრძალულ ცოდნას ინახავდნენ. ოფიციალური ისტორია გვეუბნება, რომ იმ პერიოდში გვამების გაკვეთა ეკლესიის მიერ სასტიკად იგრძელებოდა. თუმცა ამ ქანდაკებების დაჭიმული მყესები, გამოკვეთილი ვენები და ანატომიურად უზადო კუნთები გვაფიქრებს იმაზე, რომ ისინი ვერ შეიქმნებოდა ინტუიციურად. ეს ნატურიდან შესწავლილი ბიოლოგიური სიზუსტეა, რომელიც დანაშაულად ითვლებოდა. არსებობს თეორია, რომ ქვის ოსტატები იყენებდნენ ეგრეთ წოდებული კამერა ობსკურას პროტოტიპებს. ბნელ სახელოსნოში პატარა ხვრელიდან შუქი მოდელის გამოსახულებას კედელზე პროეცირებდა. სწორედ ეს ხსნის იმ ფოტოგრაფიულ სიზუსტეს, რომელსაც მხოლოდ თვალით ვერ გამოსახავ. მეტიც, ქვის ოსტატები იყენებდნენ შუა საუკუნეების 3D სკანერს, წერტილოვან სისტემას. ოსტატი ჯერ ქმნიდა თიხის მცირე მოდელს, სადაც ყოველი ვენა დეტალიზებული იყო. შემდეგ კი სპეციალური მათემატიკური სიზუსტით ეს მონაცემები მონუმენტურ ლოდზე გადაჰქონდა. მოდელს ათავსებდნენ სპეციალურ ხის ჩარჩოში, საიდანაც დაშვებული იყო წონასწორობის ძაფები.
ოსტატი ზომავდა მანძილს ძაფიდან მოდელის კონკრეტულ წერტილამდე, მაგალითად გარგულიას თვალის კუთხემდე ან დაჭიმულ მყესამდე. ეს მონაცემები მათემატიკური სიზუსტით გადაჰქონდათ უზარმაზარ ქვის ლოდზე. პანტოგრაფის ამ პრიმიტიულ, მაგრამ გენიალურ წინაპარს შეეძლო მცირე მოდელის ყოველი მილიმეტრი მონუმენტურ მასშტაბში გაეზარდა ისე, რომ ანატომიური პროპორცია არ დარღვეულიყო. სწორედ ეს ტექნოლოგიური სიზუსტე ხსნის იმ ფაქტს, რომ პრაღის წმინდა ვიტუსის ტაძრის ურჩხულებს აქვთ ისეთი დეტალები, რომელთა გამოთვლა ხელით თვალის ზომით უბრალოდ შეუძლებელია. მაგრამ საიდან მოვიდა ეს ცოდნა? ალქიმიკოსების ქალაქის კედლები ტამპლიერების აჩრდილებს ინახავს. ამბობენ, რომ ჯვაროსნური ლაშქრობებისას ტამპლიერებმა აღმოსავლეთიდან აკრძალული არაბული სამედიცინო რუკები ჩამოიტანეს. ცოდნა, რომელიც ევროპას საუკუნეებით უსწრებდა წინ. გენიოსმა ქვისმთლელმა პეტერ პარლერმა, იგივე გოთიკის აინშტაინმა, სწორედ ეს ცოდნა გამოიყენა. ის მხოლოდ 23 წლის იყო, როცა პრაღაში წმინდა ვიტუსის ტაძრის ასაშენებლად მიიწვიეს. მის გარგულიებს პირის ხრუში ენაც კი იდეალური სიზუსტით აქვთ გამოქანდაკებული. რატომ ხარჯავდა ოსტატი დროს ისეთ დეტალზე, რომელსაც მიწიდან ვერავინ დაინახავდა? თუ გოთიკურ ფასადებს ყურადღებით დააკვირდებით, მათზე ამოკვეთილ უცნაურ სიმბოლოებს იპოვით. საიდუმლო ნიშნები ოსტატების ერთგვარი პასპორტი იყო, რომელიც აკრძალულ პროპორციებსა და დუმილის აღთქმას ინახავდა. გილდიის ფარგლებში ეს ნიშნები წარმოადგენდა ცოცხალ ენას. მათი მეშვეობით ოსტატები გადასცემდნენ ინფორმაციას ქვის ხარისხის, დამუშავების საიდუმლო ტექნიკასა და იმ აკრძალული პროპორციების შესახებ, რომლებიც გარეშე პირებისთვის გასაიდუმლოებული იყო. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური და საინტერესო კითხვა, რომელიც გოთიკურ არქიტექტურას ახლავს ერთი შეხედვით, მართლაც პარადოქსია. რატომ უნდა განათავსო დემონი წმინდა ადგილის დასაცავად? გარგულიები, ქიმერები, ჰიბრიდები. რატომ უნდა განათავსო დემონი წმინდა ადგილის დასაცავად? თუ ტაძარი წმინდა ადგილია, რატომაა ის დასახლებული ასეთი საზარელი ურჩხულებით? რატომ უნდა დააყენო ბოროტება იქ, სადაც სიკეთე სუფევს? ამ უცნაურობას შუა საუკუნეებში რამდენიმე ძალიან კონკრეტული ლოგიკური ახსნა ჰქონდა. ბოროტება სიკეთის სამსახურში გოთიკური პარადოქსია. ლოგიკა, რომლითაც შუა საუკუნეების ოსტატები ხელმძღვანელობდნენ, პარადოქსულია, მაგრამ გენიალური. მათ სწამდათ აპოტროპული მაგიის პრინციპის, რომლის მიხედვითაც მსგავსი განიდევნება მსგავსით. ტაძრის ფასადზე განთავსებული ურჩხული ერთგვარი საფრთხობელა იყო ბოროტი ძალებისთვის. ის ეუბნებოდა გარედან მომავალ სიბნელეს. ეს ადგილი უკვე დაკავებულია. აქ შენი ადგილი აღარ არის. ეს არის უძველესი მაგიური პრინციპი, რომელიც ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში არსებობდა. ითვლებოდა, რომ ბოროტი ძალის დასაფრთხობად საჭირო იყო, მასზე უფრო საზარელი ან მისივე მსგავსი გამოსახულება. ეს იგივე ლოგიკაა, რასაც საფრთხობელას შემთხვევაში ვიყენებთ. ჩვენ ვდგამთ ადამიანის მსგავს ფიგურას, რათა სხვა ადამიანები ან ჩიტები მოვატყუოთ. ეს იყო მოთვინიერებული ბოროტება. ეკლესია ამით თავის ძალას აჩვენებდა. მას შეეძლო დემონებიც კი დაემორჩილებინა და ეიძულებინა ისინი სიკეთეს მომსახურებოდნენ. დააკვირდით ამ ფიგურების ტანჯულ პოზებს. ლეგენდის თანახმად ესენი არიან დემონები, რომლებიც ტაძარში შეჭრას ლამობდნენ, მაგრამ წმინდა ადგილის ნათებამ ისინი ნახტომის დროს გააშეშა და სამუდამო ქვადაქცია. ისინი არიან მცველები, რომლებიც საკუთარი სიმახინჯით იცავენ სისუფთავეს, რომელიც შიგნით ტაძრის კედლებშია დამალული. ეს ვიზუალური ქადაგებაა. გარეთ ქაოსი და ურჩხულები, შიგნით კი გადარჩენა. და რაც უფრო რეალისტური იყო ქანდაკება, მით უფრო მეტად ჯეროდა ხალხს ამ გაქვავებული საფრთხის. შუა საუკუნეების ტაძარი იყო წიგნი წერა-კითხვის უცოდინართათვის. ფასადზე გამოსახული საზარელი არსებები ხალხს ახსენებდნენ, რომ ტაძრის გარეთ, ანუ რწმენის მიღმა, ბოროტება და ქაოსია. ეს იყო ფსიქოლოგიური ბარიერი. თუ გინდა გადაურჩე იმას, რაც კედლიდან გიყურებს, უნდა შეხვიდე ტაძარში.
ურჩხულების ანატომიური რეალიზმი კი ამ შიშს კიდევ უფრო ამძაფრებდა. ხალხს ჯეროდა, რომ არაა უბრალო თქვა, არამედ რეალური საფრთხე. არსებობდა ვერსია, რომ ეს არსებები რეალურად იყვნენ დემონები, რომლებიც ტაძარში შეჭრას ლამობდნენ, მაგრამ როგორც კი წმინდა ადგილს მიუახლოვდნენ, ღვთაებრივმა ნათებამ ისინი ადგილზევე გააშეშა და ქვად აქცია. გოთიკა არ ყოფილა ბნელი ეპოქა, ეს იყო გენიოსების ეპოქა, რომლებმაც შეძლეს და ქვა ამეტყველეს და ვინ იცის, იქნებ ღამით, როცა ტაძარი ცარიელდება. ეს ქვის მცველები მართლაც იღვიძებენ.